Როგორიც არ უნდა ყოფილიყო ანტიკური ადამიანის ურთიერთობა ცასთან, ერთი რამ ცხადია. 21 საუკუნეშიც კი, როდესაც ტექნოლოგიური განვითარება იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს იმის ცალსახემტკიცებულება, რომ სამყაროს რომელიმე შორეულ წერტილში სიცოცხლე არსებობს. მრავალი ისტორიული თუ რელიგიური არტეფაქტი გამხდარა სპეკულაციის მსხვერპლი და სრულიად ნათელიცაა თუ საიდან მომდინარეობს ეს შეკითხვები. თუმცა ამ დრომდე გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. ბევრი წყარო ადასტურებს, რომ ვატიკანის საიდუმლო საცავებში და არა მარტო იქ, ჩვენი და ზოგადად სიცოცხლის ისტორიის მთავარი საიდუმლოებები ინახება. 7 საოცრებათაგან ერთადერთი, რომელიც დღემდე ამაყად დგას ქაიროს მისადგომებთან, ყველაზე ხშირად ჩნდება იმ ადამიანთა არგუმენტაციაში, რომლებიც დედამიწაზე უცხოპლანეტელების კვალზე საუბრობენ. ამის მიზეზი ის არქიტექტურული თავისებურებებია, რომელიც ხეოფსის პირამიდას ყველა სხვა ანტიკური ძეგლისგან გამოარჩევს. 21 საუკუნეშიც კი დედამიწის პლანეტარული მასშტაბების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე ზუსტად ნაგებ შენობად ითვლება. ამის მიზეზი ისაა, რომ დიდი პირამიდა განლაგებული და მიმართულია ზუსტი ჩრდილოეთისკენ. თუ ეს უბრალოდ ამთხვევა არაა, წარმოიდგინეთ თითქმის 5000 წლის წინანდელი არქიტექტური და 100.000-მდე მუშახელი. არ დაგვავიწყდეს დაახლოებით 7 ტონიანი ქვები, რომლებიც ისეთი სიზუსტითაა ერთმანეთზე დალაგებული და 150 მეტრ სიმაღლეზე ატანილი, რომ მათში ნემსის წვერიც კი არ ეტევა. 2000 წლით უფრო ადრეა გამოკვეთილი და დაპროექტებული, ვიდრე პითაგორა თავის თეორიას შეიმუშავებდა. და ისიც გაითვალისწინეთ, ეს არის ცივილიზაცია, რომელსაც წესით ისიც კი არ უნდა სცოდნოდა, რომ სფეროსებრ პლანეტაზე ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, დამაინტრიგებელი ვერსიაა ის, რომ პირამიდების აშენებაში უცხოპლანეტური ცივილიზაციის ხელი ურევია.